რაღაცნაირად უაზროა ჯერ ესეთი. ძალიან ცოტა სათამაშოები. რა ხო ჯერ დრო არის კიდე იქნამდე. ახალწლამდე. მოიფიქრებენ კიდე რამეს. სადირთვება ამა. აი თეატრის. თეატრის ძირო არის. ეგ ნაძვის ხე საერთოდ არ ჩანს. ახალციხეში მორთულ ნაძვის ხეს ზოგი ღიმილით, ზოგი კი სერიოზულად უყურებს. მოსახლეობის ნაწილს ახალი წლის სიმბოლო არ მოწონს. ნაწილი კი თვლის, რომ ბუნებრივი ხე ქალაქს ალამაზებს. თუმცა ყველა ერთხმა თანხმდება, რომ სადღესასწაულო განწყობის შექმნა უკეთესადაც შეიძლებოდა. კარგია და მისაღებია რომ კეთება ასეთ ქალაქში ნაძვის ხეს ახალწლოდ ხვდებიან ქალაქი და ყველა. როგორც აკეთებენ ესეთ უნდა იყოს ზუსტად. ჯობია რომ ბუნებრივ ნაძვის ხეზე მორთონ და გააკეთო. როგორც კეთება აქ. მე ვიცი რომ ბავშვებს დაწყდათ გული. რამდენიმე წელიწადს მე მგონი აქ ცენტრში ქონდათ, ხო? რაღაც სხვანაირი ნაძვის ხე იყო. ხელოვნური ნაძვის ხე. ანუ ის ერჩივნათ. ეს ამას მიიჩნევენ რომ სიღარიბის გამო თუ უფულობის გამო მეც ვერაფერს ხრთავენ. რავი ძალიან ლამაზია. ზოგს არ მოწონს, მაგრამ მე პირადად მომწონს, იმიტომ რომ რა ვიცი, ბუნებრივია ეს ხე და მოსართეებით საკმაოდ დიდებია. და ლამაზად ჩანს. კარგია ის, რომ ბუნებრივი ხეა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ხელოვნურად გაეკეთებინათ, რადგან უფრო მეტი სილამაზე ექნებოდა და ეფექტი, ჩემი აზრით. ადგილობრივების აზრი ნაძვის ხის მსგავსად ქალაქის მორთულობაზეც ორად იყოფა. ერთ ნაწილს განათება ეცოტავება, მეორე ნაწილი კი ადგილობრივი თვითმმართველობის ნამუშევრით კმაყოფილია. უკეთესი იქნება უფრო მეტი განათებები იყოს, მარტო ცენტრში კი არა, ყველა გარეუბანშიც იყოს ახალციხის გარეუბნებში. 9 აპრილისკენ მაგალითად არ არის არაფერი განათება. იქითაც იყოს მარტო ცენტრში რა არის? იქითაც არიან ბავშვები. ქუჩები ძალიან ლამაზია, განათებაც კარგად აქვს, ლამაზად აკეთებენ და მოგწონს რა. ახალი წელია ბავშვებისთვის, ახალი სუა. ძალიან კარგია. კი, უკეთესი შეიძლება იყოს უფრო მეტი გართობით და ატრაქციონით და განათებით. უფრო მართული ღამე და უფრო გალამაზებული ამბობთ. ქუჩები მომწონს ძალიან, ყოველ ახალწელს ძალიან ლამაზად არის გმართული და რა ვიცი, სხვა უფრო მეტიც შეიძლება რომ გააკეთონ. დავატებითი, აი თოვლის ბაბუა გვერდით, კიდე მაღალი დიდი, вообще не помешало бы вот там. საჩუქრები ქვეში და всё кай იქნებოდა და კარნავალი. ანუ 31-ში რო არის ხოლმე კონცერტები, აი ძალიან უაზრობა, ძალიან იმისათვის, რომ ქალაქში სადღესასწაულო განწყობა შექმნილიყო, სადღესასწაულო აქსესუარებისა და სამუშაოებისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 46,300 ლარამდე გამოიყო. ტენდერში ინდივიდუალურმა მეწარმემ ამირან ნოზაძემ გაიმარჯვა, რომელიც ამავე დროს შპს კეთილმოწყობის თანამშრომელია. მან პასუხისმგებლობა კოსტუმირებულ საახალწლო ღონისძიების, ახალციხის ქუჩების ცენტრალური პარკის, სკვერებისა და ნაძვის ხის საახალწლო აქსესუარებით მორთვაზე აიღო. ცენტრალურ პარკთან და ქუჩებთან ერთად ირთვება შოთა რუსთაველის ძეგლთან და იუსტიციის სახლთან არსებული სკვერები. ქალაქში წელს პირველად დაიდგმება მანათობელი ლითონის კონსტრუქციები. ბუნებრივი ხის მორთვა 25 დეკემბერს დასრულდება, რომელიც ქალაქში 20 დღის განმავლობაში დარჩება. არსებული სათამაშოებით მორთვა, ახალი სათამაშოების ყიდვა, მანათობელი შლანგების, აგრეთვე წელს პირველად ქალაქში იქნება მანათობელი ლითონის კონსტრუქციების დადგმა. ეს იქნება ირემი იქნება, ანგელოზები იქნება, ცხვარი იქნება, ნაძვის ხე, ვარსკვლავები. ესეთი ჯერ არ ყოფილა ჩვენ ქალაქში, პირველად იქნება და წრიული პირველად მოირთვება ძალიან ლამაზად. სწორედ დღესვე გახდა ცნობილი, რომ ახალციხეში განწყობის გასაუმჯობესებლად საახალწლო კონცერტიც გაიმართება. კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით მესხ მაყურებელს ახალ წელს ტრიო სიმი, თბილისური კვარტეტი, კახა კუხიანიძე, ნუკრი კაპანაძე და ნატო გელაშვილი მიულოცავენ. 5 შემსრულებელს კიდევ 3 ცნობილი მომღერალი დაემატება, თუმცა მათი ვინაობა ჯერ გარკვეული არ არის. ისიც ცნობილი გახდა, რომ ქართული ესტრადის წარმომადგენლები ახალციხის მერიის მოთხოვნის მიხედვით შეარჩიეს. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით საახალწლო კონცერტი 31 დეკემბერს საღამოს 10-ის ნახევარზე დაიწყება და 12 საათზე ფოიერვერკით დასრულდება. ყველა ხარჯს კულტურის სამინისტრო დაფარავს. 31 დეკემბერს პატარებისათვის კონცერტი 15 საათზე დაიწყება. ცენტრალურ პარკში სხვადასხვა ზღაპრის გმირის კოსტუმირებული წარმოდგენა გაიმართება, რის შემდეგაც 500-მდე ბავშვს საჩუქარი დაურიგდება.